რა არის ანტიმიულერის ჰორმონი და რა ინფორმაციას იძლევა ის? ანტიმიულერის ჰორმონი განსაზღვრავს კვერცხუჯრედების მარაგ საკვერცხეებში, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალმა შეძლოს ბუნებრივი გზით ორსულობა, ან ინვიტრო განაყოფიერებით ორსულობა, რადგან თუ ქალს არ აქვს საკმარისი რაოდენობა კვერცხუჯრედების, ამ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს საკუთარი კვერცხუჯრედით ორსულობას, როგორც ბუნებრივი გზით, ასევე ინვიტრო განაყოფიერებით. ხშირად მწერენ და მეკითხებიან, მე მაქვს ანტიმიულერი 0.1 ან თქვათ 0.5, 0.03 და ასე შემდეგ და რამდენად ნორმალური მაჩვენებელია ეს. ანტიმიულერის ჰორმონი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საკვერცხეში კვერცხუჯრედების მარაგის შესაფასებლად, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის ქალის საკვერცხეებში ფოლიკულების მდგომარეობა, მათი რაოდენობა, ზომა, სტრუქტურა და ასევე მნიშვნელოვანია ქალის ასაკი. დამატებით შეიძლება ჩატარდეს კიდევ რამდენიმე ჰორმონის გამოკვლევა იმისთვის, რომ უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეგვექმნას ქალის კვერცხუჯრედების მარაგზე. მაგალითად, ქალს შეიძლება ჰქონდეს ანტიმიულერის მაჩვენებელი 0.8 და მისი ასაკი იყოს 28 წელი. და იგივე მაჩვენებელი შეიძლება ჰქონდეს 40 წლის ქალს 0.8. ამ შემთხვევაში დაორსულების შანსი უფრო მაღალი აქვს 28 წლის ქალს. რატომ? იმიტომ რომ ის არის უფრო ახალგაზრდა და მისი კვერცხუჯრედი არის უფრო კარგი ხარისხის. ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე კარგავს კვერცხუჯრედებს. მაგალითად, მუცლად ყოფნის პერიოდში გოგონა ნაყოფს აქვს 7-8 მილიონი კვერცხუჯრედი. შემდეგ მისი რაოდენობა მცირდება და დაბადებისთვის მისი რაოდენობა არის 1-2 მილიონი. დაბადების შემდეგ ის ყოველდღიურად კარგავს 10-20 კვერცხუჯრედს და სქესობრივი მომწიფებისთვის რჩება 300-400 კვერცხუჯრედი. სქესობრივი მომწიფებიდან მენოპაუზამდე სულ უფრო მცირდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და მისი შემცირება სულ უფრო, ესე ვთქვათ, ჩქარდება, რაც უფრო მეტია ასაკი. მაგალითად, ქალი 20 წლიდან 30 წლამდე კარგავს კვერცხუჯრედებს, მაგრამ 30 წლიდან 40 წლამდე უფრო მეტ კვერცხუჯრედს კარგავს, ხოლო 40 წლიდან ის ძალიან სწრაფად, კიდევ უფრო სწრაფად კარგავს და ამიტომაც ვამბობთ, რომ როდესაც ქალი იწყებს ორსულობის დაგეგმვას 35 წლის შემდეგ, მას შესაძლოა ხშირ შემთხვევაში აქვს ძალიან ცოტა დრო დარჩენილი იმისათვის, რომ მიიღოს ბუნებრივი ორსულობა. შესაძლებელია თუ არა ანტიმიულერის ჰორმონის მომატება. რა უნდა ქნას ქალმა თუ უნდა ორსულობა და ანტიმიულერის ჰორმონი აქვს ძალიან დაბალი. ამასთანავე ასაკიც 35-ის ზემოთაა და საკვერცხეებშიც ცოტა ფოლიკულია. ანტიმიულერის ჰორმონის მომატება რაიმე სახის მედიკამენტით, მანიპულაციით თუ ოპერაციით არ ხდება. თუ ის ძალიან დაბალია და ფოლიკულების რაოდენობაც ცოტაა საკვერცხეებში, ასაკიც 35 წლის ზემოთაა, დაორსულების შანსი დაბალია. რამდენად დაბალია, რამდენად კრიტიკულია, ეს უკვე ინდივიდუალური კონსულტაციის საკითხია, რომელსაც ექიმი რეპროდუქტოლოგი აუხსნის პაციენტს. მას შესაბამე, რაც უფრო იმატებს ასაკი, მით უფრო იკლებს კვერცხუჯრედების რაოდენობა, იკლებს ანტიმიულერის ჰორმონი და დაორსულების შანსიც მცირდება.